როდესაც კოდს წერთ და ვქმნი რაღაც ახალს, მაინჭებს ძალიან დიდ ბედნიერებას. მე ვარ ნინო ვინოგრადოვა, ფრონტენდ დეველოპერი. დაახლოებით 2 წლის წინ მეგობართან ვიყავი სტუმრად, დავინახე როგორ წერდა კოდს და ძალიან დამაინტერესა, როცა გავარკვიე რა იყო და მე სახში რომ მივედი, უფრო ღრმად ჩავეცი ამ კოდში და მივხვდი, რომ ეს კრეატივი ჩემთან რაც ახლოს არის, კოდთანაც ახლოს იყო. და დავიწყე გამოკვლევა. ვიყიდე კურსი, გავიარე ერთ-ერთ დაწესებულებაში სწავლა. და უფრო მინდოდა რომ ეს სწავლა გამეღრმავებინა და უფრო მეტის მიღწევა მომინდა. შემდეგ აღმოვაჩინე სკილვილი. გავარკვიე რომ იყო ერთ-ერთი უნივერსიტეტი, უფრო ღრმად ჩავყავი ამ საკითხსაც. მოვიძიე ინფორმაცია, კურსდამთავრებულებიც ვნახე. და შემდეგ ძალიან მომეწონა და დამაინტერესდა. მოვხდი პროგრამირების კურსზე, გავიარე 2 ეტაპიანი გასაუბრება და ტესტირება, ავიღე 100%-იანი გრანტი და შემდეგ დავიწყე სწავლა. საოცარი გარემო დამხვდა, ძალიან კარგი პედაგოგები არიან და ასევე ლექტორებიც, ასევე ჩვენი success manager-ი იყო ისეთი ყურადღებიანი ადამიანი, რომ ყველანაირად ხარს უჭერდა ჩვენ სტუდენტებს და ჩვენ გუნდს. გასწავლიდნენ მაგალითად 0-დან როგორ დაგეწყო, თუნდაც LinkedIn-ის გაკეთება, როგორ უნდა გაგეგზავნა სწორად მეილი, გარდა იმ ყველაფერს, რასაც გასწავლდნენ პროგრამირებაში. პროგრამირების კუთხით სკილში ძალიან ბევრი სიახლე ვისწავლე და ვისწავლე უფრო მაღალ დონეზე. ლექციების მერე ქონდა ხოლმე კვიზები, რაც მაძლევდა იმის საშუალებას, რომ შემეფასებინა ჩემი კარიერული განვითარება და ასევე ცოდნა. ასევე ვისწავლე გუნდური მუშაობა, სადაც გავიცანი სკილვილის ფარგლებში ძალიან საინტერესო ადამიანები და დღემდეც მეგობრობთ. გუნდური მუშაობა ძალიან დამეხმარა რეალურ პროექტებთან მუშაობაში, ასევე ქონდა ინდივიდუალური პროექტებიც, რომელიც შენ თვითონ, მაგალითად რაღაცა რო არ იცოდი, ან გინდოდა რომ გესწავლა, შენ თვითონ იძიებდი ამ ინფორმაციას და ამით უფრო დიდ ცოდნას იწენდი. ძალიან მომწონს ჩემი პროფესია, ნამდვილად აღმოვაჩინე ჩემი თავი აქ ფრონტენდში. ძალიან ბევრი ბენეფიტები აქვს. შეგიძლია განვითარდე ნებისმიერი კუთხით, იმუშაო სახლიდან, ოფისიდან, კონდეს შემოსავალი, თუნდაც სახლიდან გავისვლელად, ასევე ძალიან მომწონს ჩემი კრეატივის გადმოტანა კოდში, ახალი იდეების შექმნა და პროექტების განვითარება, რადგან სიფრული სამყარო უფრო ვითარდება, ჩდება ახალი თულები და ჩემი კრეატიულობა, რა თქმა უნდა, უფრო ამით იზრდება და უფრო ვითარდება. კურსის ფარგლებში ვფიქრობ, რომ ძალიან განვითარდი, ძალიან დიდი ცოდნა მივიღე და ეს ყველაფერი დამეხმარა შემდეგ, რომ დამეწყო მაგალითად მუშაობა და დავსაქმებულიყავი. დღესდღეობით ვასწავლი BTU-ში, ვარ ლექტორი და მენტორი, ქალებს ვასწავლი პროგრამირებას და ასევე ისტ მასწავლებელი ვარ იტალიურ სკოლაში. მოგესალმებით, დღეს ვიწყებთ React-ის ახსნას, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ და ასევე დავაყენოთ. ძალიან დიდ ბედნიერებას მაინჭებს, რომ ჩემ დაგროვილ ცოდნას ვუზიარებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, რომლებიც არიან 6 წლიდან დაწყებული 65 წლამდე დამთავრებული. ამ საქმიანობაში ვარ უკვე 2 წელია და ყოველდღე მაქვს ხოლმე რაღაც სიახლეები, ყოველდღე ვსწავლობ ხოლმე რაღაც ახალს. ჩემი საქმიანობა და პოზიცია ძალიან მომწონს და ამ კუთხით ყოველთვის გავაგრძელებ მუშაობას და ასევე ვითარდები ახლა AI-ის მიმართულებით. ახლა ვსწავლობ სკილში, კოლეჯში, რომ ავიმაღლო ჩემი ცოდნა, გამოცდილება და მივაღწიო უფრო მეტს.